Padvali savsია, გველებით savsია, ბავშვების გვეშინია თუ ბავშვები გამოვიშვათ, გველებით არის savsე, მთელი padvali წყლით არის savsე. Ძაცველები არიან. 90-იანი წლებიდან, ერთადერთი რაც არის აქ უკეთესობისკენ შეცვლილი და შეიძლება თქვა რომ უკეთესობისკენ არის ასო. არის რომ შუქი გვაქვს. და მაშინ როგორც ითიშებოდა, ესე არ ითიშება, მაგრამ დღევანდელი ყოფადობრივი პირობები რაც არის რომ უსტარულად არის წყალი შეყვანილი, ყველას ინდივიდუალურად ზოგი ხელი ძიდავს ეზოდან. ეს ჭა არის. სასმელი ჭა წყლის ახალი წყალი უნდა მოვიდა ფაქტიურად, მაგრამ ერთ წუთში დაკეთებული არ არის. და აქედან უნდა განაწილდეს მთელ კორპუსში წყალი. შესაბამისად ამის წყალი უერთდება მე კანალიზაციის წყალს, ხო? თავისთავად. მიწისძვრა იყო 91-12 წლებში, ძალიან დაზიანდა ბინა, ხალხმა ვიყვირეთ, მოვიწვიეთ ყველა და იმის მაგივრად რომ რაღაცა რკინებში ჩაგვისვეს ეს ბინა. დაემატა პრობლემები, რომ დაიყინა კანალიზაციის ტრუბები და საერთოდ მე ჩატყდა ეს მილები და მთელი ყველაფერი ჩადის ამ პადვაში. ბინა არის დაზიანებული ძალიან. ანუ ნგრევის პირობები შეიძლება წარმოიქმნას ერთ პატარა ელემენტარულ ბიძგზეს კი. განცხადებაზე არის მოსწონებული. ჩვენ ამახერხებთ. არ შეიძლება. არ შეიძლება ჩამოგზავნები. შეშობა თქვენი არ შეიძლება. რატომ? იმიტომ პრეზიდენტის დავალებას. ავალ და გავიგეთ. მაშინ მიზეზი მითხარით რატომ არ შემოუშვათ ჟურნალისტებიო? არც ერთი არ შეიძლება და პასუხს რატო არ მივიღეთ? გასაგებად გაგარკვიეთ და შევ. დაგამარკვეთ, პასუხი ვერ გავიგე, რატო არ მივიღეთ? ერთი წამით, კარები. არ შეიძლება და რატო არ შეიძლება? არ შეიძლება. რატო არ შეიძლება? კარებს რატომ იხურა? ვერ გავიგე. იცოდნენ ზევი ჟურნალისტები რა იყო მოსული. მე ვთქვი, თქვენთან ვიმართებთ და გადაიღეს ყველაფერი მე ვარ წამოსულისა და არ მიგეკითხა შეიძლება. ერთმანეთ გაგეჩინო რომ ალკაცო ტელევიზია იყო თქვენთან თავისით მომიწო ჩვენ არ მიყვანია. როდის დაგეხმარებით ხო? აი ეხლა ჩვენ შევაწყვეტეთ რომ დაურეკა ის წყალკანალში დარეკა და ეს ვინ გაგცეთ ვინ პასუხი? ბუაძე. რაც ეხლა თქვენ ბრძანებთ დანარჩენი პრობლემები, კანალიზაცია თუ რაღაც სხვა პრობლემები, რაც თქვენ დაასახელეთ, ეს ყველაფერი შესწავლილი იქნება და მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში, იმიტომ რომ ჩემი თქმა არ არის საჭირო რომ ბიუჯეტი ხალხის ფულია და როგორც ხალხს სურს ისე გადაწდება, მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას.